ისევ ავტომობილები. სხვა რაღაცებიც იქნება, მაგრამ ძირითადად ახლა რა თქმა უნდა ავტომობილები. ეს არის იმერი მოტორს, მე ვარ ალექს. დავათვალიეროთ, ეს კიდე განახლებული ადგილი, ახალი წლიდან უკვე რაც ახალი წელი გავიდა, შემოვიდა კიდე სიახლე. ეხლა უნდა აქ მოვიაროთ, აქაც რამდენიმე მანქანა გვაქვს, რომელიც უნდა შეიკვეთოს უკვე და ამებსაც გავხედავთ. აქ რა თქმა უნდა ძვირიანიც არის და საშუალო და ასე ვთქვათ დაბალფასიანი ავტომობილებიც. მაგრამ ეს ახლა უფრო სხვა თემასთან ვართ აქ შემოსულები, აი ესეთი ალფარდები, ნახეთ. აი ეს ავტომობილები. ჰიბრიდებია, 2021 წლიანები. Range Rover-ებიც არის და უამრავი სხვა. ჯერ კიდე ისეთი სიტუაციაა, რომ ბევრი ავტომობილი არ მოვიდა. ზოგი კომპანიები ჯერ არც გახსნილან. ახალი წელი კი გავიდა, მაგრამ ზოგი კიდე ჯერ ავსებს, იმატებს ავტომობილებს. სადაც საჭირო იყო, აქ იყო Mercedes Vito-ები, ეხლა უყენიათ მარტო 2 ცალი, ისიც დაბალწლოვანებით 2019-იანებია, რომელიც ეხლა არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს უფრო 22, 23, 24 მინივენები. ამასაც გავივლით და ასე ნელ-ნელა ყველაფერსაც დავათვალიერებთ ერთად. ნახეთ, ასეთი სპრინტერები, გადაკეთებულები არის ესენი. სპრინტერები. 你好。你好，哎，咱俩等会儿拍个视频，老板。可以不？你看拍个短视频。来，我给你把这打着，你要可以看一看。可以可以。这是哪一年的？这个是哪一年的？18年的。ეს 2018-იანია. სპრინტერი. ეს ახლა შიდა მარკეტში მოძრაობდა ეს ავტომობილი, ნახეთ როგორ არის გაკეთებული, იქ საფერფარიშოც აქვს. შეხედეთ. ძალიან ესეთი კომფორტაბელური ავტომობილია. ეს არის მექანიკა. ამ ესეც ახლა არ გვაინტერესებს. მოგვიანებით ამებსაც გავითვალისწინებთ და ამებსაც ნახოთ უფრო ახლებს. ესენი 2018-იანებია. უფრო განახლებული ავტომობილები გვინდა ჩვენ. საერთაშორისო ლოგისტიკა, როგორც ვამბობდი, ასევე ლოგისტიკა გვაქვს. ლოგისტიკა მიუხედავად იმას თუ მანქანა იქნება, თუ იქნება ეს ტვირთი კონტეინერებით, ყველაფერი შეიძლება დაგეხმაროთ და გადმოვზიდოთ კაი დროში, კაი ფასში და რა თქმა უნდა უსაფრთხოდ. და ახლა უნდა ვნახოთ კიდე აი ესეთი ტოიოტები. ამებსაც ახლა გადავხედავთ ჩვენ. შეხედეთ, ეს კომპანია უკვე შემოიტანა ახალი მანქანები. და ესენი უნდა დავათვალიეროთ. ასევე აქ Toyota Hiace, Granvia, ნახეთ. ყველა არის გადაკეთებული სალონებით. ძალიან უმაღლესი დონეს სალონებია, შეხედეთ როგორი ცხვირი აქვს. მოდით შევხედოთ შიგნით, კამერა 360 აქვს. ნახეთ. აქედანაც ეს იქნება საკმაოდ luxury. ფასებიც იქნება კიდე TikTok-ში, YouTube-ში. ყველაფერს მოვაყოლებ. ელექტროკარი აქვს. აბა, ნახოთ. ოჰო. მე მგონი ძალიან სერიოზულია, ნახეთ. აქ ესეთი ეკრანი, დიდი ტელევიზორი. უკან კიდე ორი კომფორტაბელური ადგილი. აქ უამრავი ფუნქცია იქნება, დაწოლა, გათბობა, გაგრილება, მასაჟები და ასეთი რაღაცეები. უკნიდანაც შევხედოთ ამ ავტომობილს. ნახეთ. MH2 მოდელი. ესეთი Toyota
ხაის და გრანვიები არის აქ. ასევე მოდით ეს გრანვია, შეხედეთ ეს როგორია. ფასები იქნება. შეიძლება YouTube-ში იყოს, შეიძლება TikTok-ში დავდო ფასები. მოდით. ესეც არანაკლები სილამაზეა ამ ავტომობილის. ნახეთ როგორ არის ძალიან ლამაზად გაკეთებული ეკრანები, კომფორტი აქვს. ესეთი კაპიტან სავარძლები, დამატებითი არანაკლებად კომფორტული სავარძლები აქვს. აქეთ წინა მძღოლის ხარე, შეხედეთ. ეს არის Toyota. 22-23 წლის ავტომობილებია. დაბალი გარბენებით, საშუალო გარბენები აქვს 30,000-ები. აი ესეთი დისკები. ნახეთ ცხვირი. ასევე კამერა 360, ორი მხრიდან კარი აქვს. ნახეთ. ეს არის business class Toyota-ები. ძალიან მაგარი ავტომობილებია. ეხლა Toyota-ს ბევრი ახსნა არ უნდა, ბევრს მოსწონს და ბევრი ეძებს ასეთ ავტომობილებს. კიდე შემდეგი Toyota Hiace, იმპორტული ავტომობილი, ძალიან მაგარია, შეხედეთ. 3 და 5 ძრავი. V6, 60,000 გარბენი, 2022 წლის. ფასსაც გეტყვით ახლა. კამერა 360. ეს არის ამერიკული ვერსია, 2022 წლის მეოთხე თვე. ინგლისური ენა აქვს. აქაც არის მულტიმედია. აქ ასე ტრიალდება, შეხედეთ. ასე შეიძლება მოატრიალოთ. აქაც მაგიდა, აქაც მულტიმედია. ეს მაგიდა, ესეც ასე. აქ ასე გავათავსოთ. როგორც გვინდა ესე დავწვეთ. ელექტროკარი, რა თქმა უნდა. შეხედეთ, რამხელა საბარგული ეხსნება კიდე აქედან. აქ შეიძლება ცალკე პატარა პიკნიკი მოეწყოს. როცა დავიღლებით კიდე, აქ შეიძლება გემრიელად დავიძინოთ. და ზოგადად ეს არის ბიზნეს კლასი. $70,000. აი ესეთი 2022 წლის 3 და 5 ძრავი. რა ვიცი, ძალიან მაგარი ავტომობილია, 60,000 გარბენი აქვს, მულტიმედია, როგორც თქვი, არის ინგლისურად, ეს არის Toyota V6, Toyota Hiace. შეხედეთ მეგობრებო. ძალიან მაგარია, ნახეთ. გრძელი ავტომობილია. ლუქსური ბიზნეს კლასისთვის, ვინც მუშაობს მით უმეტეს, ასე ვთქვათ, ან ტურისტებზე, ან ბიზნესმენებს ატარებს, ეს მანქანა არის იდეალური, რომ ეს მომსახურება გააკეთოთ მაღალი კომფორტით და რა თქმა უნდა მაღალი ანაზღაურებით. აი ესეთი სასწაული Toyota Hiace, მეგობრებო. მე ვარ ალექს, ეს არის იმერი მოტორს. ჩვენ გავაგრძელეთ, გამოიწერეთ ეს YouTube არხი და უამრავ ინფორმაციას მოგაწვდის იმერი მოტორს. ჩვენ ვაკეთებთ ეს ამ ყველაფერს თქვენთვის. კიდე ერთი არანაკლებად საინტერესო ვარიანტი Toyota Hiace. ეს არის შოკი მანქანები, ნახეთ. აქაც შეიძლება ასე დავაწვინოთ, სავარძლები დავისვენოთ. დიდ მოგზაურობაში აღარ მოგწვინდება, იმიტომ რომ აქ აქვს დიდი ტელევიზორი კიდე, აქეთ აქვს უკომფორტოლესი სავარძლები. აქეთ არის ინგლისური მულტიმედია და ასევე კომფორტული პირობები. ეს არის Toyota Hiace 3 და 5 ძრავი, V6. ნახეთ. 2022 წლის, ეს არის იმპორტული. ყველას ხო უყვარს უკვე იმპორტული მანქანები, რომ ბევრი ამბობს, რომ არ მინდა, რომ ჩინური იყოს. აი, ეს არის ზუსტად ეს ვარიანტები, რომელიც არ არის ჩინური, არის იმპორტული, მაგრამ არის გადაკეთებული და არის გაკეთებული აი ესე სასწაულად, რომ გაგვიხარდეს. ესეთი ავტომობილები ღირს, ანუ ზუსტად ეს $71,000, 2022 წლის 3 და 5 ძრავი გარბენები აქვს, 50, 60,000, 40,000 ასეთი გარბენები, დიდი გარბენები არ აქვს, 2022 წლის ამერიკული. ნახეთ. რამდენი რაღაცა. ჩვენ ვაგრძელებთ, გამოიწერეთ YouTube არხის ყოველთვის და ამნაირ ინფორმაციას ბევრ დაინახავთ, იმიტომ რომ იმერი მოტორს ეს არის ახალი რეალობა, რომელიც გაგაცნობთ კიდევ უამრავ რაღაც ინფორმაციებს და ვითანამშრომლოთ. ბევრ სერვისს